მე ვარ რაისა ლიპარტელიანი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ადვოკატი. ბოლო წლებში არაერთი ცვლილება შევიდა შრომის კანონმდებლობაში, რომელიც ასევე იყო ორიენტირებული ქალთა უფლებებზე, გენდერული თანასწორობის საკითხებზე. მიუხედავად ამისა, დღემდე გენდერული უთანასწორობა შრომის ბაზარზე რჩება უდიდეს გამოწვევად. და ეს თვალსაჩინოა ყველა ეტაპზე, როგორც დასაქმებისას, ასევე შემდგომ უშუალოდ შრომით ურთიერთობებში. რთულია გამოვყოთ რაღაც სექტორები, სადაც უფრო მეტად ირღვევა უფლებები, მაგრამ თუ ავიღებთ მაგალითად ისეთ სექტორებს, რომელიც უკავშირდება სერვისის გაწევას, მომსახურებას, ოდესაც დასაქმებულებს ასევე პირდაპირ კომუნიკაცია უწევთ მომხმარებელთან, აქ რისკები, შევიწროების და ძალადობის არის უფრო მაღალი. არაერთი შემთხვევა გქონია და დღესაც გვაქვს სასამართლოში მიმდინარე საქმეები, მათ შორის გახმაურებული, როდესაც ადგილი ჰქონდა სწორედ ძალადობას, მათ შორის ფიზიკურ ძალადობას. შეიძლება ერთი შეხედვით ჩათვალოს ვინმემ, რომ ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფოს ან დამსაქმების პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ ჩვენ ვერ დავაზღვევთ იმ რისკებს, რომელიც მესამე პირებისგან მომდინარეობს. მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ მაგალითად ისეთ დაწესებულებებში, როგორც არის მაღაზია, თუნდაც სასტუმრო, სერვისი, ევალებათ ამ დაწესებულებებს, რომ ყავდეთ დაცვის სამსახურები, ხო? როდესაც ჩვენ გადავავლებთ თვალს, ნახავთ, რომ მაგალითად აფთიაქო ქსელებს, სადღაც სადღეღამისო მომსახურება წარმოებს განსაკუთრებით, ხო? ასევე მაღაზიებსაც ჩვენ ვერ ნახავთ ფაქტიურად ამ დაწესებულებებს, რომელსაც ყავს შესაბამისი დაცვის სამსახური. სასტუმროებს ყავთ, მაგრამ სასტუმროების შემთხვევაში მიზეზი და მიზანი ამის არის დამსაქმებლის საკუთრების დაცვა და არა ამ ადამიანების უფლებების დაცვა. და აი ასეთ პირობებმა ხშირად განაპირობა სწორედ ძალადობის და შევიწროების შემთხვევები და ჩვენ თვითონაც გადავეყრებით ასეთ უამრავ ფაქტს. საკმარისია რომელიმე მარკეტში აღმოჩნდეთ რიგში, ჩვენ ნახავთ, როგორი აგრესია მომდინარეობს თვითონ ამ პერსონალის მიმართ, რომლის ადრესატიც რეალურად ეს ადამიანები არ არიან. ის რომ გადატვირთულ პირობებში უწევს ადამიანს მუშაობა, ბევრი საქმის ერთდროულად კეთება, ეს არ არის მისი პრობლემა და აი რომ თუ ავიტყვით ჩვენ სად ირღვევა უფლებები, მათ შორის ამ სერვისის სფეროს ახასიათებს ის, რომ ერთ პოზიციაზე აყვანენ ადამიანს, ავალებენ ძალიან ბევრ საქმეს ერთად, რაც შეუძლებელია ფიზიკურად. ძალიან ხშირად ჩვენ ხედავთ, რომ ადამიანები არამხოლოდ ასეთ შემთხვევებში დასაქმებულია, მაგრამ ყველა იმ შემთხვევაში, რომელიც უკავშირდება რაიმე პრობლემა სამუშაო ადგილზე, იკავებენ თავს იმისგან, რომ მიმართონ დამსაქმებელს, იმიტომ რომ მათ არ აქვთ იმედი, რომ დამსაქმებელს აქვს ისეთი მექანიზმი, ან ისეთი პოლიტიკა, რომ საერთოდ ჯამში დაიცავს მის უფლებას. პირიქით, მას აქვს შიში იმისა, რომ შეიძლება დამსაქმებელმა ჩათვალოს, რომ ეს უკავშირდება რაღაც მის პიროვნულ მახასიათებლებს, არ შეუძლია მას შესაბამისი ხარისხიანი სერვისი მიაწოდოს ადამიანს და საერთოდ გაათავისუფლოს სამსახურიდან. და ასეთი ჩვენც არაერთხელ ყოლია. მაგალითად, მათ შორის აფთიაქების ქსელიდან, როდესაც ადამიანი გაათავისუფლეს იმის გამო, რომ არასწორი კომუნიკაცია ჰქონდა თვითონ კლიენტთან, თუმცა მერეც სასამართლოს შედეგად დადასტურდა, რომ ეს ასე არ იყო. მაგრამ სასამართლო იქნება ეს ინსპექცია თუ სხვა ტიპის მექანიზმები, ადამიანები ამას ნაკლებად მიმართავენ. ერთი რომ შეიძლება ინფორმაცია არ აქვთ, მეორე ნდობა არ აქვთ და რა ძალიან მნიშვნელოვანია, დრო. თუ შევხედავთ სასამართლო პრაქტიკას, ნახავთ, რომ მთელ საქართველოში მთელი წლის მანძილზე საშუალოდ 1200 სარჩელი შედის შრომით დავებს გულისხმობ, რაც არის ძალიან ცოტა. ეს ეხება საბიუჯეტო სექტორსაც, არასაბიუჯეტოსაც. ცოტა, თუ შევხედავთ, როგორ მასობრივად ირღვევა შრომითი უფლებები ყოველდღიურ ცხოვრებაში და კიდევ უფრო საინტერესოა, თუ შევხედავთ, რაზე დაობენ ადამიანები. ჩვენ ნახავთ, რომ 98% ამ დავების უკავშირდება გათავისუფლებებს. ანუ ადამიანები როგორც წესი არ დაობენ დისკრიმინაციაზე, შევიწროებაზე, ძალადობაზე, ზეგანაკვეთურ შრომაზე, რაც ასევე მახასიათებელი ამ სფეროსი, ის რომ ყველაფერი მისი საკეთებელი არა, ისინი დაობენ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც გათავისუფლება გვიდგება დღის წესრიგში, შრომით ურთიერთობებში, თუ გამორიცხავთ, რა თქმა უნდა, სექსუალურ შევიწროებას, ძალადობას, რომლისგანაც არ არის თავისუფალი სამწუხარო ჩვენი შრომითი ურთიერთობები, ყველაზე ნეგატიური შედეგი, რაც შეიძლება ადამიანს დაუდგეს, ეს არის გათავისუფლება. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის რეალობაში, როგორც ქვეყნის დონეზე, ასევე თვითონ კომპანიების დონეზეც, ხო, როდესაც კრიზისებია, მაგალითად, ჰქონდა ფინანსური კრიზისი 2008 წელს, ჰქონდა შემდგომ COVID პანდემიისგან გამოწვეული კრიზისი, ჩვენ ვხედავთ, რომ უპირატესად ქალები ზარალდებიან და ქალები კარგავენ სამსახურს.